მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო ამ პროცესში, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრს, რომელსაც არა პირადი მიზნები ამოძრავებს, როცა ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ სწორედ ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, არა შიხიაშვილისავით იქცევა და კომფორტულ ადგილს ეძებს, არამედ ბოლომდე იბრძვის იმისთვის, რომ თავისი პრინციპების ერთგულია და საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს. Ამ ფონზე ჩვენ ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა დღეს არის რეალური ვითარება, როცა ქართული ოცნება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ფონზე ცდილობს სრულიად სხვა პროცესში, კონტექსტში გადაიტანოს პოლიტიკური პროცესი. მე მინდა აბსოლუტურად ღიად ვთქვა, რომ ამ ფონზე ძალიან რთულია შიდა დისკუსიები და დებატები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები. ცვლილებები და ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმნით, ამან მოგვიტანა, რომ ძალიან ბევრი ახალი სახე გამოიკვეთა ნაციონალურ მოძრაობაში, საბჭოს არჩევნები თბილისში იყო ძალიან საინტერესო და ასევე რეგიონებში. ვერ დამისახელებთ ვერცერთ პოლიტიკურ მოძრაობას, სადაც ამხელა აქტივობა იყო და რამდენიმე კვირის მანძილზე ამხელა გაწევრიანების ტალღა იყო შექმნილი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ამ შიდა კონკურენციამ მოიტანა ის, რომ ახალი ადამიანები, ახალი ლიდერები გამოიკვეთნენ და მე მინდა ვთქვა, რომ მათ შორის გამოიკვეთა ნიკა მელია, ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ჩვენ რამდენიმე წელია ერთად მოვდივართ და ეს მართლა ძალიან პოზიტიურია. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს გუნდთან ერთად, რომ მოვხსნა კანდიდატურა მის სასარგებლოდ და თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ დავიწყოთ ახალი ფაზა ცვლილებების. ცვლილებებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ასთა სხვადასხვაობა, ეს უნდა იყოს რადიკალური ცვლილებები, თუ უნდა იყოს ეტაპობრივი ცვლილებები. მე მესმის იმ ადამიანების, რომელიც ამ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ფიქრობენ, რომ ეტაპობრივი ცვლილებები უკეთესია, თუმცა მე ვჩები ჩემ პოზიციაზე ამ მიმართულებით, რომ რადიკალური ცვლილებები აუცილებელია და ახალი ეტაპი, რომელიც იწყება ცვლილებების თვალსაჩინით, ეს არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდეს საზოგადოებისთვის მიმზიდველ მექანიზმად, პლატფორმად, რომელიც შეძლებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლებს ისეთი გარემოს შექმნას ქვეყანაში, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს თავის რეალიზებას. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებ ფოკუსირებას მაქსიმალურად და ამის გამო ვფიქრობ, რომ თავარია ეხლა შემოვიაროთ მთელი საქართველოს, შევხვდეთ იმ ახალ წევრებს, რომელიც გვყავს, შევხვდეთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მათთან ერთად საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობის ცვლილებები მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ქვეყნის განვითარებაში შექმნის ძალიან კონკრეტულ პერსპექტივას. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყველას მხარდამჭერისთვის და ეხლა ნიკას დიდი მადლობა. დავამატებ იმას, რომ რაც გიორგიმ თქვა, რეალურად პროცესი, რომელიც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში, არის ძალიან ახალი ქართული პოლიტიკისათვის, რომლის პრეცედენტი საკანონმდებლო არ ყოფილა და იდეა თავიდან ბოლომდე მინდა ვიყო გულწრფელი ეკუთვნის გიორგი ვაშაძეს, რომელიც გულისხმობს პრაიმერის ჩატარებას ამ პოლიტიკური გაერთიანების შიგნით. ამან უკვე თავისი ძალიან დიდი პოზიტიური შედეგები გამოიღო უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ერთად ყველანი დავსხედით და გიორგიმ ჩათვალა ასე, რომ მას ჩემთვის დაეთმო ეს ასპარეზი ამ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მან ჩემის აზრით ჩათვალა, რომ იგი უფრო შეიძლება ამ ეტაპზე საჭირო იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ზუგდიდში, სხვადასხვა ქალაქებში. მე მინდა ყველა ჩემს გიორგის და ზოგადად ჩვენ ხარდაჭერებს, ჩვენს ახლობლებს, ჩვენს მეგობრებს, თბილისელებს შევპირდე, რომ ჩვენ ყველანი ერთად, არა მე, ნიკა მელი, არა გიორგი ვაშაძე, არა გიორგის ხარდაჭერები, არა ჩემი ხარდაჭერები, ჩვენ ყველანი გავერთიანებით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ 15 ივნის ჩვენ გავიმარჯვოთ თბილისის მერის არჩევნებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, ჩვენ გვაქვს ამისი ამბიცია და ვთვლი, რომ ამ ამბიციას ახლავს გონივრული ამუნიცია. ჩვენ უბრალოდ არ ვიბრძვით მონაწილეობისათვის, ჩვენ გეგმავთ, რომ მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და ამისათვის მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენი რესურსი იქნება გაერთიანებული ამ მიზნის მისაღწევად. დიდი მადლობა. დღეს მნიშვნელოვანია ჩვენ ქალაქში კონსოლიდაცია მოვახდინოთ ერთი კანდიდატის
ირგვლივ მნიშვნელოვანია რომ იყოს პარტია უნდა იყოს შეკრული და ბრძოლისუნარიანი. გიორგიმ ამ 1 წლის განმავლობაში გააკეთა თბილისში თითქმის შეუძლებელი, გააკეთა ის რომ პარტია რომელიც საკმაოდ მძიმე პერიოდს განიცდიდა, სწორედ ამ დროს მოახერხა განახლების მუხტის შეტანა და თითქმის რიცხვი თითქმის გაორმაგდა და ეს გზა და ეს მეთოდი და გაგრძელდება, ვფიქრობ რომ ეს უნდა მოედოს მთელ საქართველოს, უნდა მოხდეს ჩვენი წევრების რიცხვის გაორმაგება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტია გადაიქცეს კიდევ უფრო მეტად ამომრჩეველზე ორიენტირებულად, ჩვენ მხარდამჭერზე ორიენტირებულად და არა მხოლოდ წევრები, არამედ მხარდამჭერების რიცხვი იყოს გაზრდილი და ამაზე მუშაობს, სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს გიორგი. წელს გაკეთდა მართლაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითქმის შეუძლებელი და თვითონ ეს ნაბიჯიც და ეს სტრატეგიაც ის რომ აი ამ დროს კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი პარტიაში ამ სერიოზული ბრძოლის დროს იმანაც ვინც შემოდიოდა ახალი და ახალმა წევრებმაც და გამოცდილებმაც ადამიანებმა რომელმაც მართლაც გაიარეს ნიკასთან ერთად ეს მართლაც სერიოზული ბრძოლა. პრობლემა არის იმაშიც რომ ნახეთ ძალიან ბევრი ლიდერი გაიქცა. ძალიან ბევრი ადამიანმა უღალატა თავის ღირებულებას. ამ ხალხმა ნიკასთან ერთად აჩვენეს, რას ნიშნავს ღირებულებები, რას ნიშნავს საკუთარი პრინციპების დაცვა.